ეს ადამიანები სოხუმის პირველი საშუალო სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები არიან, რომლებსაც 26 წელია დევნილობაში უწევთ ცხოვრება. მათთვის სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა ლაღი ბავშვობის ულამაზეს წლებთან და მონატრებულ სოხუმთან ასოცირდება. ისინი მშობლიურ ქალაქშიც ხშირად იკრიბებოდნენ და ტრადიცია დევნილობაშიც გაგრძელდა. თუმცა როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აღნიშნავენ, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულთა შეხვედრა ასეთი მასშტაბური პირველადაა. საღამოს, რომელიც ორგანიზატორებმა სიმბოლურად დედაენის დღეს 14 აპრილს დაუკავშირეს, სკოლის პედაგოგები, კურსდამთავრებულები, მათი შვილები და შვილიშვილებიც ესწრებოდნენ. იმისი თქმა მინდოდა, რომ რაც შეიძლება მეტი სოხუმელი პირველსკოლელი ერთად შეკრებილიყო, ერთმანეთი ენახათ, ერთმანეთს მოფერებოდნენ და რაც შეიძლება მეტი სიყვარული გამოიჩინათ ერთმანეთის მიმართ. მე თვითონ მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ აღმოჩნდი ასეთ ბრწყინვალე ადამიანებს შორის. ჩემი მეგობრები რო არ ყოფილიყვნენ, არაფერი არ გამოვიდოდა. სოხუმის პირველი საშუალო სკოლა შოთა რუსთაველის სახელობის განთქმულია თავისი მოსწავლეებით. მე მგონი რომ ისინი ყველაფერში წარმატებულები არიან, უმრავლესობა. 25 წელი ამ დღეს ველოდით. ამ დღეს ელოდა ჩვენი ყოფილი მოსწავლეები. შეხვედრის ისტორია იწყება მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან. მაშინ, როდესაც ქალაქ სოხუმის პირველ საშუალო სკოლაში დაიწყო ეს ტრადიცია და დამკვიდრდა და ყოველწლიური გახდა, დღეს გავაკეთეთ უფრო ფართო მასშტაბით ყველა თაობის კურსდამთავრებულები. ეს ყველაფერი ჩატარდება სოხუმში. აი ამ რწმენით ვატარებთ, ამ იდეით ვატარებთ, ამ იმედით ვატარებთ, რომ ქალაქ სოხუმის პირველ საშუალო სკოლის კარი გაიღება და დაირეკება ზარი იმ სკოლის, რომელიც იყო ტრადიციული ჩვენი მოსწავლეების, რა თქმა უნდა, მასწავლებლების ყველა სიტყვაში თავარი აზრი, დედა აზრი არის, რომ ჩვენ დავბრუნდებით. ამაყი ვარ, რომ ეს სკოლა დავამთავრებ. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ 14 აპრილს, დედაენის დღეს. იმიტომ რომ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, რომ ეს სკოლა იყო ქართული ენის, ქართული ტრადიციების, ქართული საუკეთესო კულტურის ფლაგმანი. იმით იყო ჩვენი სკოლა უნიკალური, რომ რამოდენიმე აფხაზი მასწავლებელი მუშაობდა, მაგრამ ისინი არასოდეს არ გრძნობდნენ თავს დისკრიმინირებულად. ამ ორ ხალხს არასოდეს არ გვიჭირდა თანაცხოვრება ერთმანეთთან. ემოციურ და შთამბეჭდავ შეხვედრას სოხუმის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები ზურაბ ბესელია და ესმა არღულიანი უძღვებოდნენ. კლასელებმა და მეგობრებმა ემოციური საუბრებით გააცოცხლეს მშობლიური ქალაქი და სკოლა. გაიხსენეს ერთად გამოვლილი საინტერესო ისტორიები და ლამაზი ურთიერთობები, რომლებიც დღემდე შემორჩათ. ჩვენ ვართ 1992 წლის პირველი სკოლის ბოლო გამოშვება. დღევანდელი საღამო იყო ფანტასტიკური, ძალიან ემოციური. ერთმანეთი იმდენად მოგვენატრა, რომ ეს გამოჩნდა კიდევაც მთელი დღის განმავლობაში, ერთმანეთს ვესიყვარულებოდით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ღონისძიების იდეის ავტორებს და დღევანდელი შეხვედრის დედაზრი ზუსტად ის არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ესეთი ღონისძიება არაერთი და უახლოეს მომავალში ჩატარდეს ქალაქ სოხუმში პირველ საშუალო სკოლაში. მე ვარ პირველი საშუალო სკოლის 1979 წლის კურსდამთავრებული. სასიამოვნოა, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდით ყველა თაობის კურსდამთავრებულები. გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი სოხუმში არ ხდება. იმედია, რომ უახლოეს მომავალში დავბრუნდებით ყველა ჩვენ სკოლაში და იქაც გადავიხდით ასეთ ლამაზ შეხვედრას. დევნილობის მერე საერთოდ ეს პირველი შეკრებაა სოხუმლების, ასეთი მასშტაბური შეხვედრა და ჩვენ დავამთავრეთ სოხუმის პირველი საშუალო სკოლა 1991 წელს. ეს იყო ჩვენი ბავშვობა, ეს იყო ჩვენი ფესვები, სადაც ყველაფერი ვისწავლეს, კარგი. ჩვენმა მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენში ჩაენერგათ სამშობლოს სიყვარული და ამ სამშობლოს სიყვარულით მიდიოდნენ ჩვენი ბიჭები ბრძოლაში, ჩვენი კურსდამთავრებულები ბრძოლაში და სამწუხაროდ ბევრი ვერ მოესწრო ამ დღეს. ჩვენ აუცილებლად ვიხსენებთ მათ, რომელიც გმირულად დაეცა იქ. ერთმანეთს შევხვდებით მოვესიყვარულებით და იმის იმედით, რომ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ აფხაზეთში. დავამთავრე სოხუმის პირველი საშუალო სკოლა 1965 წელს. პირველი საშუალო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო აფხაზეთში. შესანიშნავი მასწავლებლები, შესანიშნავი მოსწავლეები. მოხარული ვარ ამ დღევანდელი შეხვედრის. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანულის, ანჩაბაძეს,
რომელმაც ითავა ეს ყველაფერი. მიხარია ძალიან, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. მიხარია, იმიტომ რომ სიმბოლურია ალბათ ჩვენი შეგრება. ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ ქართველებს შეგვიძლია ერთიანობა. ამ განწყობით დავბრუნდებით ჩვენ სახლებში. მთელი ლაიტმოტივი იყო ზუსტად ამაში, ჩვენ კონსოლიდაციაში ერთმანეთთან. პირველი სკოლა იყო წმინდაწყლის ქართული სკოლა, ძალიან დიდი ტრადიციებით. დავამთავრე სოხუმის პირველი საშუალო სკოლა 1974 წელს. იცით რა, ძალიან დიდი ბედნიერებაა ახლა დღეს რომ მე აქ ვარ და ხვდები ძალიან ბევრ ნაცნობს და ეს ერთგვარი ექსკურსია წარსულში, რომელიც გამიცოცხლა ძალიან ბევრი მოგონებები. ძალიან ბედნიერი ვარ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დაბრუნება იქნება აფხაზეთში ძალიან მალე და ჩვენ ისევ და ისევ იქაც ვიზეიმებ პირველი სკოლის კურსდამთავრებულების შეხვედრას. სკოლის დირექტორმა ლევან ესათიამ და პედაგოგებმა სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები და მიღწევები გაიხსენეს. მოეფერნენ ყოფილ მოსწავლეებს, რომელთა შორის ბევრი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული და ცნობილი ადამიანია. მე ბოლო 12 წელი ხელმძღვანელობდი ამ სკოლას. 91 წლიდან 93-მდე სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა ელიტარული სკოლა იყო. თავისი არსებობის 40 წლის განმავლობაში უამრავი ღირსეული მამულიშვილი აღუზარდა ქვეყანას. ჩვენს ერთ-ერთ ძალიან ნიჭიერ და აქტიურ პედაგოგს, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნანული ანჩაბაძეს გაუჩნდა ასეთი იდეა, რომ გაკეთებული იყო გლობალური შეხვედრა. სოხუმის პირველი სკოლის ყველა დროის კურსდამთავრებულები მოყრილიყვნენ, შეკრებილი იყვნენ ერთად, მოფერებოდნენ ერთმანეთს, რომ შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ აფხაზეთში ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, აფხაზეთი ჩვენ აუცილებლად დაგვიბრუნდება. მე თავად გახლავართ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო უბილავა. დღეს განსაკუთრებული დღეა. ამდენი წლების შემდეგ ასე საჯაროდ ხვდებით ერთმანეთს სკოლის პედკოლექტივი და ჩვენი კურსდამთავრებულები. მქონდა პატივი ორჯერ პირველ სკოლაშიც მე მას პინძლა ასეთი ღონისძიებისთვის. მოსაგონარი ძალიან ბევრია, ძალიან ღელავი ხლა მწუთას ღონისძიება. ისე წარიმართა ყველაფერი, რომ აფხაზეთში დაბრუნების იმედი ნამდვილად არის. ყოველი შეკრება როგორც სასიხარულოა, ისევე ნაღვლიანიც არის. იმიტომ რომ გახსენდება, რა თქმა უნდა, კარგი ყველაფერი და ნახველიც აქვს. იმიტომ რომ არა ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ალბათ ყველაფერი მომავალში კარგად იქნება, იმედით, ღვთისნებით და ალბათ მე რაც მთავრე პირველ შეკრებას რომ მოვაწყობთ. მაშინ ჩავწერთ უფრო მხიარულად. რა თქმა უნდა, იმასაც ექნება თავისი ნაღველი, იმიტომ რომ ისეთი ხალხი, ვინც თავის შესწირა სოხუმს, ის ჩვენს გვერდით არ იქნება. ბედნიერი ვარ, რომ პირველი გამოშვება ვიყავი მე ამ სკოლის, ჩემი ლამაზი სკოლის. ხშირად ვამბობ სოსო კალანდაძის ლექს. შენ სოხუმო ვარდ ბაღნარის დასადარი ხარ, საქართველოს ქალაქების პატარძალი ხარ. მართლა პატარძალივით იყო ჩვენი სოხუმი, ულამაზესი სოხუმი. ვინ შენ არ გნახა თვალის ნათელო, არ უნახია მას საქართველო. ქალაქის შუაგულში იდგა ეს ულამაზესი სკოლა. და იმ ლამაზ სკოლაში ვსწავლობდი მე. ყველანი ისეთი კარგი მასწავლებლები გვყავდა. ყველანი წარმოსადეგი, ლამაზები. მე ბედნიერება მოხდა წილად. სკოლის წლებშივე თეატრი მაკავშირებდა. ყოველთვის ყველა პრემიერას ესწრებოდნენ. მე მინდა რომ ყველანი კარგად ჯანმრთელად ვიყოთ, რომ შემდეგი შეხვედრა ისე ვიყოს ასევე ბედნიერი, ხალისიანი. რასაკვირველია სოხუმში უნდა შევხვდეთ. ჩვენ პირველ სკოლაში. შესანიშნავი დღე იყო დღეს და ძალიან გაგვახარეს განსაკუთრებით ორგანიზატორებმა. ასეთი მასშტაბური შეკრება ჯერ არ ყოფილა პირველ საშუალო სკოლა დამთავრებულებსა და მასწავლებლებს შორის. ჩემი მასწავლებლებიც არიან, რომელიც მასწავლიდა და რომელიც ძალას მაძლევს, რომ მოწაფეთ ვიგრძნოთ თავი. ჩვენ აუცილებლად ამ სკოლის კარებს შევაღებთ და აუცილებლად ეს იქნება იმ სიყვარულით, რასაც გვასწავლიდნენ ისინი. დღევანდელი იყო ტყივილიანი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი იმედის დღე და ეს უნდა ტრადიცია დარჩეს. მე სპეციალურად ჩამოვედი მოსკოვიდან. იქ ვცხოვრობ უკვე 30 წელია. ბედნიერი ვარ, დღეს აქ ვარ. და ვხედავ ყველა ჩემს.
უღრმესი მადლობა ამ საღამოსთვის ქალბატონ ნანულ სერგეევნას, რომელმაც მე დამპატიჟა და ჩამოვედი და ვარ ყველას და ვეხვევი ვეფერები ყველას. ბუნებრივია საღამოს ტკივილის გარეშე არ ჩაუვლია, სინანულით გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული სკოლელები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ყველაზე ემოციური კი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირველი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის მიერ სოხუმიდან მოწოდებული მშობლიური სკოლის ახლახან გადაღებული კადრების ჩვენება იყო. შეხვედრა სიურპრიზების გარეშეც არ ჩაუვლია. შეკრებილებისთვის მოულოდნელი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები კლასელებისა და სკოლელების ვიდეო მიმართვები. ფოიეში კი სოხუმის პირველი საშუალო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების სოხუმში გადაღებული ფოტოები იყო გამოფენილი, რომელიც თითოეული მათგანის მეხსიერებაში ბავშვობის ულამაზეს მოგონებებს აცოცხლებდა. ყველას მივესალმებით. მთელ პირველ საშუალო სკოლას, მთელ აფხაზეთს, მთელ სოხუმს, ყველას მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა. სკოლას დავამთავრეთ 87 წელს. თბილისში, აი აქ რო ვიკრიბებით, პატარა სინანულის გზნობა გვაქვს, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. ჩვენ იქ აუცილებლად დავნიშნავთ ჩვენ სოხუმელობას, ჩვენ სიყვარულს, ჩვენს პირველსკოლელობას. პირველსკოლას გავმარ! 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 და რაც დავარია ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რაც ჰქონდა სოხუმში. სოხუმს გავმარ! 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 მე ვარ ალექსი კიკალიშვილი სოხუმელი. მამა ჩემი პირველ სკოლელია და მეც მინდა რომ პირველ სკოლელი ვიყო. სოხუმი ძალიან ლამაზია და მამა მანახებს ვიდეოებს. მე ვარ ნიკოლოზ ვესელია, 6 წლის, მამა ჩემმა დაამთავრა სოხუმის პირველი სკოლა. იმედი მაქვს და დაბრუნდები სოხუმში. გამარჯობა, მე მქვია ბესო ბესელია. მე ვარ ზურა ბესელიას შვილი. მან დაამთავრა სოხუმის პირველი სკოლა. მე მინდა დაბრუნდე სოხუმში და იქ გავაგრძელო სწავლა. მე ვარ მარია მურუშაძე, 11 წლის. ბებია ჩემი არის სოხუმის ნომერ 1 შოთა რუსთაველის საშუალო სკოლის მოსწავლე. ძალიან მინდა რომ სოხუმის ნომერ 1 სკოლა მოვინახულო და საერთოდ ჩავიდე სოხუმში. საღამოს კიდევ უფრო თბილსა და შთამბეჭდავს ხდიდა შეხვედრის მონაწილეების მიერ შესრულებული სიმღერები. შეხვედრაში მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლებიც მონაწილეობდნენ. Shout